ძალიან დიდი ხანია ჩემი მეგობარი ცდილობს დამაწყებინოს გაჩიაკუტას ყურება და ყოლიებამ და პლუს ერთმა ორმა სცენამ ანიმეში აზრი შემოწმებინა მაგ ანიმეზე. სცენები იყო ჯაბარი თუ რაც ქვია ცოტა უურევს და მე ვასაკ პერსონაჟი არ ვიცი რა ქვია იმ გოგოს ამონი თუ რაღაც ქვია მაგ გოგოს ფლეშბექს ყურე და ის გადამწყვეტი სცენა რაც იყო იმ გოგომ ცდილობდნენ შუა ბრძოლაში იარაღი რო გააძრო. და ეგ იყო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უნდა უყურო მეთქი ჩემი მეგობარი მართალია მეთქი. პირველი ორი არკი წავიგეთ სადღაც 6-7 სერიის ტოლფასი თუ რა მოხდა ანიმეში. და ანუ რეაქციები like ჩავიწერე. და შემდეგ თავებს წავიგეთ ხოლმე იმაზეც ვიტყვი ხოლმე ჩემ აზრებს როგორც რევერენციაც ვაკეთებ ხოლმე და მოველოდით რომ ძალიან ეჯი მანგა იქნებოდა like ეს შურის ძიება რაღაცა მთავარი გმირი რომ სულ რეიჯდება ძალებს რეიჯით იმატებს და რაღაცა ანუ ეგ ტიპიურ შუნეთს მოველოდი და 3-4 რომ მივედი ეგრევე მივხვდი რომ ცდებოდი ანუ ამის ძალები როგორც მივხვდი მოქმედებს პირველი 3 თავიდან გამომდინარე რა თამას სპოილეროთ ის იქიდან გამომდინარე რომ ნაგვის ასაკრეფად იყენებდა ამ ხელთათმანებს და სულ თან ქონდა like gift რაც გახდა ძალები მაგაიღვიძა და ანუ ძალები მოქმედებს იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერს რასაც აიღებს მაგ ხელთათმანებით მაგის იხდება ანუ როგორც ნაგავს აკრეფო შენი გახდება მე ნაგვიყო ნაგავს აკრეფო და მაგისი გახდებოდა ანუ ძალები მაგვარეთში მოქმედებს როგორც მივხვდი ანუ სიმბოლური დატვირთვაც აქვს მაგის ძალებს სიმბოლურადაც ერგება პერსონაჟს და სიუჟეტიდან გამომდინარეც ლოგიკურად გამომდინარეობს ეგ ძალები უკვე მომწონს 3-4 თავში უკვე წერის უკვე საინტერესოს ხედავ უკვე მომწონს ორი რაღაც რაც მომეტანა პერსონაჟმა თქვა რომ ინფორმაცია უფასო არ არისო ან დიდი ალბათობით ავტორი შემდგომში რაღაცებს აჩვენებს რომელსაც არ ახსნის ამ პერსონაჟები არ ახსნიან რომ კითხველი გარკვეული არ იყოს და მაგისთვის უკვე ლოგიკურ ახსნას გვაძლევს რატო არ გვაწვდის ინფორმაციას ასე ადრე იმიტომ რომ ბევრ ანიმეში ხოლმე რომ like ერთი საუკუნის მერე ახსნიან ხოლმე რაღაცას და like კითხვა მანამდე რატო არ თქვეს ეგ მანამდე რატო არ ვიცოდით ეგ ხო ხდებით რა მომენტი like შეიძლება over analyzing-ს ვაკეთებ ზედმეტად ვაანალიზებ და რაღაცებში ზედმეტად ვეძიები მაგრამ თუ like სწორად მივხვდი რასაც აკეთებს ავტორი კვანურია მესამე რაღაცა რაც მომწონს იდეა თვითონ არ ვიცი ავტორი როგორ გამოიყენებს და რა ძალებს დაამატებს მაგრამ ერთის მხრივ საინტერესო ძალების დამატება შეგიძლია მაგრამ პლუს საინტერესო დიზაინების შექმნა შეგიძლია მაგალითად როგორც ჯოჯოს სტენდებია კრეატიულობასთან ერთად ძალების და დიზაინის ერთმანეთთან კავშირება შეგიძლია რა და პლუს like story პერსონაჟების story არკების აგება შეგიძლია მაგ ძალებზე არ ვიცი ავტორი რაც გააკეთებს და მაგას სწორად გამოიყენებს თუ არა მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს დრო გაყინება ცდილობს ეგ გადაობა იყო okay და like საშინელება და ფილმის პერსონაჟის სახეებს იღებს რუდო რო ეუბნება რაღაც რანდომულ ადამიანს როგორც ჯენიტალს რო like თქვენ გადამარჩინეთ რაღაც და ტიპის ან ბრაზდებთ და ტიპის რეაქცია მადლობა რომ შემჩნევ რომ ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ იმიტომ რომ როგორც ისე ყურადღებას არ გვაქცევენ ხოლმეო და არ გვფასებენო okay საინტერესოა არ მინდა solo leveling-ის ჰეითერად გამოჩნდე მართლა მიყვარს solo leveling-ი მაგრამ სრული სერიოზობით უკვე იმდენი განვითარება არ მაგრამ characterization და ხასიათება აქვს ასე ვქვია რუდოს ვიდრე სანჯინუს მთელი 100 რაღაც თავის ხელმობაში წაკითხული მაქვს მეორე სონის მე სკულის ყოფ და ანუ დავთხა ან 11 თავში და საბრძოლო სისტემაზე 11 თავში უფრო მეტი რამეა ახსნილი და word building უფრო მეტი აქვს ვიდრე მთელი 100 რაღაცა თავი solo leveling-ს solo leveling-ი მიყვარს მაგრამ სხვა ანიმებთან კარგი შესაძლებელია და ვაფშე არ ვახსენებდი ხოლმე სხვა ანიმების განხილვებში გადაფასებული რო არ იყოს okay წამიგითხოს ბევრი სხვა ნაწარმოები რომლებიც ნაგავია და ყველა მის რომ ნაგავია მაგითო პრობლემა არ მაქვს და არ ვახსენებ ხოლმე მაგრამ solo leveling-ი იმდენ გადაფასებულია რომ გაჩიაკუტას მე-18-13 თავზე ვარ მე-6 სერიის მონაკვეთია მაგრამ ერთი თეორია მაქვს უკვე გარანტირებულად როგორც შეუძლია თავარ გმირს ანუ ყველა ნიუტი აქციოს თავის იარაღად ჯინკა თუ რაც ქვია მგონია რომ თავარი ვილენი ვინც არის იმის ძალები არის ჯინკების მოსტრებად გადაგარდაქმნა ანუ ჰანტერ-ჰანტერში ქროლოს როგორც შეეძლო მოპარვა სხვისი ძალების და მე თავის გამოყენება მსგავსი შეიძლება შეუძლია მოპარვა სხვისი ჯინკების და მე იარაღად გამოყენება ან მოსტრება და გადაღწევა რაღაც ეგეთი მეოთხე რაღაცა რაც მომწონდა გაჩიაკუტაში არტის მხრივ ვოდებ როცა ანიმეში და განსაკუთრებით მანგაში ავტორი გარკვეულ სცენებში არტ სტილს ცვლის ეს როგორც აქ ვაღიარებ ჩემი გემოვნებისთვის ზედმეტად ჩქარის სიუჟეტი აქ გაჩიაკუტას უკვე მაგას ხვდები მაგრამ იმდენად ჩქარი არა რომ თქვა რომ ცუდია მეთქი და like რამე პრობლემას ქმნის მეთქი უბრალოდ სიუჟეტი მიჩვენია იმ რანდომულ პერსონაჟის რო იყო საუბარი რომელიც ებუნება რომ ჩვენ არავინ გვამჩნევს ხოლმე და რუდო რო ამბობდა რომ გამოვცდა ეგარი არაფრის მაგის იბა რომ მაგან დამაფიქრა ავტორი რის გაკეთებას ცდილობს
ანუ სიუჟეტის აზრი რა არის, გამართლებით წავამეთქი სიუჟეტი და მგონია რომ ეს მომენტი იქნება რომ როგორც ნაგავი გამოსდეგარი და ყველა ისვრის, მაგრამ თავარი გმირი რაღაცა ფასტ ბოულობს და დამთავში იყო ზუსტად რომ მაგის ძალები რეალურად არის რომ სრული პოტენციალი გამოამჟღავნოს ამ რაღაცის და ღირებულება გამოავლინოს რაღაცა ნივთის ავტორი იგივე საკეთებს პერსონაჟებზეც როგორც ნაგავში ხედავს თავარი გმირი ფასს ეგ მომენტია ადამიანებზეც არაფერს წარმოადგენენ მაგრამ რეალურად დიდი მნიშვნელობა აქვს თავარი გმირმა და მეორე ხარისხოვან პერსონაჟმა თავიანთ თავში თავი დააფასონ და თავის ღირებულება დაინახონ. და ისიც საინტერესო იყო რომ დამტრულ თოჯინაში თავი დაინახა ანიმეში მეშვიდე ან მერვე სერიამდეა. პერსონაჟი რაც გამოჩნდა კურნალი მაგასაც იგივე მომენტია, რომ უბრალოდ გამემართლა რომ რაღაცაში გამოსადეგი ვიყავიო. როგორც თქვი, ყველა მთავარი გმირს რაღაც პრობლემა აქვს იმაზე, რომ თავის თავს გამოსადეგად ხედავს, თავის ფასს ვერ ხვდება. ანუ მგონია რომ ავტორი წაიყვანს სიუჟეტის ამემართულებით, რომ რუდო დაანახებს ამ პერსონაჟებს თავის ღირებულებას, თავიანთი თეორიის ფასს, როგორც ამ პერსონაჟზე იყო რანდომულ ჯენიტალზე, რომ მაგის ძალები გამოიყენა და უთხრა რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და მიხარი რომ რაღაცაში გამოგადგაო. თავის ფასი უკვე დაინახა ამ პერსონაჟმა. მგონია რომ იგივე ვარიანტი იქნება სხვა პერსონაჟებზეც და მერე მანიდან გამომდინარე რუდო მიხვდება რომ იცი რა, მეც რაღაცა მნიშვნელოვანი როლი მქონდა აქ და რაღაცა გავაკეთე და ამ ადამიანებს ეს ადამიანები გადავარჩინიო და მერე თუნდაც დაინახავს რუდო თავის ფასს და აღარ იფიქრებს რომ გამოსადეგარი ვარო. მგონია რომ ავტორი მაგომართლებით წაიყვანს სიუჟეტს. და კიდე ერთი თეორიაც რომ იმოვატო, ძალისფროსო თავი დავანებოთ, ისაც მგონია რომ რუდოს და ბოსს რაღაცა ნათესაური კავშირი ექნებათ. ერთი იმის გამო რომ რო თქვა რომ ბოსი იღიმებოდაო, year to year ყური და ყურამდე იღიმებოდაო, რუდოსაც ეგ ღიმილი ქონდა. რაღაცაში უცნაური ღიმილი ქონდა რუდოსაც. და მაგაზე გარანტირულად რაღაც ნათესაური კავშირი აქვს, ან ბიძა, ან მამა, ან რაღაც ეგეთი და პლუს შანსი არა ავტორმა რამე ლოგიკური ახსნა არ მოუძებნოს, რუდოს რატო აქვს ეგეთი განსაკუთრებული ძალები, რაღაც მაგარი და რატო ვითარდება ეს ემალი. შანსი არა რამე ახსნა არ მოუძებნოს და თუ მაგის ახსნა იქნება, რომ ამ ორს ბოსს და მას ნათესაური კავშირი აქვს, უფრო ლოგიკურიც იქნება ისიც რომ მსგავსი ძალები იქონეთ და რუდოსავით ჯინკების გამოყენება შეუძლია. დააპგრეიდებული ვერსია რუდოს ძალების. ანუ ეს ჩემი თეორიები მოგაყარეთ. შეიძლება ვაფშე არასწორი იყოს, არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ეგ მომენტი იქნება. და ამ წამს რა ფიქრობთ დამწყო თავში? ხალხმა დაინახაო თუ ვიღაც ხალი რომელსაც დაინახაო რომ გასვლა შეეძლო მაგ სოხია სამოთხის და ჯოჯოხეთის ზღვარზეო. და უცებ გავიფიქრე. რატო წავედი მაინც და მაინც მამაზე ან ბიძაზე? არ შეიძლება რუდოს დედა იყოს ვილენი, ანუ ბოსი არ უთქვამთ რომ კაციაო, იქნებ ქალია და რუდოს დედაა და არა მამა ან ბიძა. არ მინდა სექსისტურად გამომივიდეს, მაგრამ ავტორი არის ქალი. ანუ გაჩეკոտას ავტორი არის ქალი. თუმცა არ გამიკვირდება რომ ამ ავტორმა მთავარ ვილენად ქალი ჩასვას. ანუ სექსისტურად გამომდის, მაგრამ რა ვიცი. გაჩეკოტას 75-ზე მივედი, სადღაც მე-19 ან მე-18 სერია ბოლო სერია, სადაც არის მისული იქამდე ვარ მისული მანგაში. და რეაქციები ჩაწერილი მქონდა მაგას რო კითხავდი, მაგრამ რავი, ერთი-ორი მომენტს თქვა შეძლოს რაღაცა საინტერესო იყო, უმეტესობაზე ან დასპოილერებული ვიყავი, ანუ ამ რეაქციისა თუ საზრი არ აქვს წავშლი. ერთი რაც იყო საინტერესო, ის პერსონაჟი, რომელიც თავის გამოსეგრად სანკა ქვია მგონი თუ რაღაც ჯოხით რო იბრძვის. მაგის ფლეშბექი იყო ძალიან მაგარი. მაგის ფლეშბექი ძალიან მომეწონა და ვიცი რომ ყოველ წუთას I am shitting on solo leveling and demonstrate too much ისედაც მაგრამ ანუ უბრალოდ კარგი შესაძლებელია ანუ ყველაზე ცუდი და გადაფასებული ანიმე რომელსაც მართლა ბევრს მაქვს ნაყურები ან წაკითხული და კარგავით სიუჟეტი და შემიძლია შევადარო არის solo leveling-ი. იგივე ვარიანტი როცა კარგზე მინდა შევადარო ხოლმე და ანუ კარგთან შევადარო ბრძოლებზე Naruto, world building-ზე One Piece-ი და დიზაინებზე Bleach. პირველ რიგში გამახსენდება ხოლმე. ამ ცუდზე solo leveling-ი და დემონსტრერი კარგზე ესენი მახსენდება ხოლმე და რა გავაკეთო. მაგრამ მაგას რო თავი დავანებოთ. ამ პერსონაჟს მეორე ხარისხოვან პერსონაჟს გაჩეკუტას 64 თავში უფრო მეტი განვითარება ქონდა ვიდრე სანჯინუს 100 რაღაც თავის განმავლობაში წავიკითხე. იმიტომ რომ სანჯინუს თუ რამე განვითარება ქონდა სიუჟეტში, იყო ის რომ შიშარა იყო, სერიოზული გახდა. თავში ამის ფლეშბექში ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ პერსონაჟზე და მთელი მაგის ფსიქოლოგია როგორ ფიქრობს თავის თავზე რომ გამოვსდეგარია, მიუხედავად რომ ცდილობს რომ განსაკუთრებული იყოს რაღაცა გამოვსდეგარი და თავის იარაღიც კი მაგის მიხედვით არჩია, რომ ეს იარაღიო იმპოსტერიაო რა. ამ იარაღებში ანუ ყველა იარაღი რაღაცა განსაკუთრებული მაგარი რაღაცაა და ეს ხის ჯოხია უბრალოდ გამოვსდეგარიო.
და მეც ეგეთი ვარ, რომ ფიქრობს, რომ იმ ელიტას არ მიეკუთვნება, რომელი ელიტის ნაწილადაც ყველა ხედავს. ყველა ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებული მაგარი ტიპია და მაგარი ტიპების გოდით უნდა იდგეს. მაგრამ არ ხედავს თავის თავს ეგრე, იმიტომ რომ იცის, რომ ამ ყველაფერს შრომით და წვალებით აკეთებს. მაგრამ მე თუ ვკითხოთ, მაგიტო უფრო ეს პერსონაჟი განსაკუთრებული, რომ წვალობს და შრომობს. და ამ პერსონაჟმა რაღაცნაირად ჩემი თავი გამახსნა, ჩემი თავი დავინახე და პლუს საპირისპიროც, ჩემი თავის საპირისპიროც არის ეს პერსონაჟი, იმიტომ თავი გამახსნა იმ მომენტში, რომ თქვა რომ ლუზერი ვარ და რაღაცა, რომ ძალიან ჩვეულებრივი ტიპი ვარო, ჩემი თავი გამახსნა, რომ მეც ეგეთი ვარ აბსოლუტურად, ლუზერი და ჩვეულებრივი. მაგრამ მე რო ვნახე მაგის ფლეშბექი და ვფიქრდი, ტიპი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველაზე მაგარი იყოს და ცხებზე მეტად შრომობს 1000-ჯერ მეც. არანაირად არ არის ეგ ლუზერი. მე მართლა ისე ლუზერი ვარ. ეგ არ არის ლუზერი. და რო თქვი ბოსი იქნება, მეთქი რუდოს მამა, დედა რაღაც ეგეთი მე მეგონა ეს პერსონაჟი რომელიც ახლა გამოჩნდა ეგ იქნებოდა მთავარი ბოსი და მთავარი ვილენი, მთავარი თელესიუჟეტის და როგორც მარტო ამ არკში ეს პერსონაჟი ვილენი. მაგრამ ამის თალები შეიძლება მართლა ეგ იყოს, რომ მოსწრაფად შეუძლია ჯინკების გარდაქმნა, მაგრამ აშკარაა, რომ რუდოს მამა დედა არ არის. მაინც მგონი რომ მთავარი ვილენი ვინც იქნება და ბოლოში ვინც იქნება და ეს სამი ნივთი რო თქვა, რომ ერთ და იგივე ადამიანს ეკუთვნებაო და ეს მოსასხამიო, შენი ხელთქმანები და ჩექმებიო, რომ ყველაზე ძველი ნივთებია, რომელსაც რაღაცა ძალები ქონდაო. შეიძლება თქვას დიდი ალბათობით პირველი ჯინკა იყო თუ რაც ქვია, თუ არ შეიძლება სახელი. რომ თეორიად შეხვდა რაღაც კომენტარი, რომ ისაო, რუდო თვითონ არის გარანტირებულად იარაღიო. ეგ ჯინკაო. და ეგ მგონია მეც. მასაც ვფიქრობ, როგორ გახდებოდა რუდო ჯინკა თვითონ და როგორ გახდებოდა თვითონ იარაღი. თუ თავარი ვილენი, თუ ეს პერსონაჟი იქნებოდა დედამისი და თვითონ ეს დამოკიდებულება უცელში ყავს თავისი შვილია, თავის საკუთრება, რაღაცა და გაუფრთხილება და რაღაცა შეიძლება მაგვარეთში გადავიდეს ძალები. ეგ არის ჩემი თეორია, რომ ეგრე მიიღო რუდომ თავის ძალები და თვითონაც იარაღი რაღაც ეგეთია, ხელოვნურადაა შექმნილი მაგის ძალები. მოკლედ გაჩეკუტას 91 თავზე მივედი, 65 თავიდან 91 თავამდე წავიკითხე. ეს ერთი არკი დასრულდა და დიდი ალბათობით ამ 91 თავზე დამთავრდება მთელი პირველი სეზონი. ჩავთვალოთ ან 24 ან სადღაც 22 სერიამდე მაინც მაქვს წაკითხული. მივხვდებით, რომ ეხლა 18 სერია გამოსულია მომენტისთვის და არკის დასასრული და სიუჟეტის მხრივაც და არტის მხრივაც ძალიან ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი პანელები იყო ბოლო რამდენიმე თავში და მთავარი ვილენებისთვისაც ეს უფრო დატესტვა იყო, სატესტოც დაიყო გაფრენის. მე მეგონა რომ დაიხოცებოდნენ, მაგრამ გადარჩა და როგორც ეს პერსონაჟები დარჩებიან და ვილენები იქნებიან ბოლომდე მთელი სიუჟეტის. და სიმართლე გითხრათ მიხარია კიდევაც, რომ ავტორმა უბრალოდ ნაგავში არ მოისრულა ეს როგორც მეორე ხარისხოვანი რანდომული პერსონაჟები. და ამათი გეგმა იყო, რომ მთავარი ის მაინც გავიგეთ, რომ საზღვრის გადალახვა შეგვიძლია და უკან დაბრუნება შესაძლებელია. მართალია ვერ ავფრინდით და ვერ ავედით იმ კონტინენტზე თუ რაც არის, რავი, მიწაზე, სამოთხეში. მაგრამ მთავარია საზღვარი მაინც გადავლახეთ და ამ საზღვრის გადალახვით დროს არ დავიხვეწით და უკან დაბრუნებაც შევძელით ჩვეულებრივად ცოცხლებმა. მაგრამ ამ მომენტამდე კიდე ერთი რაც მომეწონა, იყო მთავარ გმირსა და ვილენს შორის სიმბოლიზმი და მაგათი დიალოგი რუდოსი და ამ პერსონაჟის. ვილენისთვის დამოიწყო სახელი. ადამიანებიც კი ექსპერიმენტი და ექსპერიმენტის ნაწილები არიან და როგორც ნაგავი ნებისმიერ დროს შეულა მოისროლოს. როცა რუდო არის პირიქით, არათუ ადამიანებში, არამედ უბრალოდ ნივთებშიც, ნაგავშიც, მართლა ნაგავშიც კი რაღაც ძვირფას და მნიშვნელოვანს ხედავს და აზრს ხედავს. და მთლიანობაში იმ დასკვნამდე მიდის, რომ კი შურისძიება მინდა და რაღაცა დაბრუნება კი მინდა, მაგრამ მინდა რომ ამ ყველაფერთან ერთად კარგი დრო გავატარო ჩემ მეგობრებთან და ამ მეგობრებთან გავერთო. და თავისთავად მარტივად ვთქვათ, power of friendship, მეგობრობის ძალის მაგ კლიშეს და სიუჟეტის ვარიაცია. მიუხედავად რომ მაგ ტიპის სიუჟეტს ვერ ვიტან ხოლმე, ამ მომენტში ვერ ვიწუწუდებთ, იმიტომ რომ სიუჟეტში კარგად არის ინტეგრირებული, ლოგიკურად არის ჩასმული და პერსონაჟისთვისაც გასაგებია და ლოგიკურია მთავარი გმირი რატომ მივიდა მაგ დასკვნამდე და რატო გაუჩნდებოდა ეგ აზრები. პერსონაჟიც და სიუჟეტიც მორგებულია და ლოგიკურად ჯდება. გადაზვიადებული და რაღაცა გადამეტებული და უაზროდ ჩასმული არ არის. რაც ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კონკრეტულად მაგ კლიშეს ვერ ვიტან, მაინც ვერ დავიწუნებ, რომ ცუდად არის გაკეთებული. კიდე ერთი დავსპოილერდი ის ანგელოზი ფრთებით ვინც არის. მაგას არ ვიტყვი თავისთავად ვინ არის, მაგრამ დასპოილერებული ვარ მაგაზე ვინც არის. და მეორე პერსონაჟი ვინ არის, მაგასაც უკვე მგონი ხვდები. ვინც იმ ანგელოზთან ერთად იყო. ეგ მგონია რომ მოკლეთმიანი გოგოა, ხმით რო იბრძოდა ზანკას ფლეშბექში რო იყო. იმიტომ რომ 91 თავის ბოლოს გამოჩნდა ეგ გოგო და მგონია რომ მაგას მომავალში მნიშვნელოვანი როლი იქნება. და მაგ კიდევ ვფიქრობ ეგრე. და კიდე ერთი თეორია.
ბოსს ის გოგო ეწუწუნებოდა სათვალეებიანი, რომ ყელსაბამი რატო არ გიკეთია, ვინმე შენთან დაკავშირება რომ მოუნდეს და ინფორმაციის მოწოდება მოგვინდესო და ვჭირდესო, ანუ ვერ გაგაგებინებთო და ბოსს რახან ტატუები ქონა ზურგზე და თვალები ეხატა და ეს თვალები მოძრაობდა, ჩემი თეორია არის იქ, რომ ანუ ყელსაბამიდან რაღაცა არ ჭირდება, ისაც ყველაფრის დანახვა შეუძლია. ანუ ყველაფერზე იღებს ინფორმაციას. შეიძლება რაღაცა პატარა ჯინკები ყავს, რაღაც ეგეთი, რომელსაც აკონტროლებს, ან რაღაც სხვა გზით შეუძლია დანახვა ყველაფრის და ყველაფერზე იცის უკვე და like ამათგან ინფორმაციის მიღებაც არ ჭირდება.